მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსვლობენ. მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი და ჩვენ ტრადიციული რუბრიკა გადაცემებისას ჩვენ საუბრობთ ასტროლოგიაზე. ანუ როგორ იქნება უახლოესი ერთი კვირა 3-9 ნოემბრის შუალედი, რა ტენდენციები ამოსალოდნელი და პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა ნოემბრის თვეში. მართალია ნოემბრის ბოლო დღეები იქაც ცოტა აირევა სიტუაცია, მაგრამ ეხლა პირველ რიგში ითხოვს ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას და ეხლა ნოემბერი მოგეხსენებათ საქართველოსთვის 7 არასოდეს არ იყო, ხო? ყოველთვის იყო რაღაც გამოსვლები, პროტესტები, იყო რაღაცა დაძაბულობა და ასე შემდგომ, ამიტომ 3 თვე განსაკუთრებით იყო ყოველთვის რთული, ეს იყო აპრილი, ეს იყო აგვისტო და შემდგომ უკვე ნოემბერი. ამჯერად მინდა გითხრათ, რომ 10 რიცხვიდან უკვე შედარებით მშვიდი სიტუაცია და ამ მხრივ ასე ვთქვათ, ნოემბერი არ იქნება რთული, მაგრამ აი ეს პერიოდი ახლა მთავარი. ეს კვირა არის ყველაზე რთული. იმიტომ რომ აქ დედამიწა უარყოფითიან რგოველში გადადის. ამასთან ერთად მზე, ისე როგორც პლანეტა მარსი და როგორც შავი მთვარე ახლა იმყოფებიან მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. მორიელის მმართველი მარსია ომის და აგრესიის ერთ-ერთი მმართველი პლანეტა, ამიტომ დაძაბულობამ შეიძლება რასაკვირველია მიაღწიოს პიკს სწორედ ამ პერიოდში 3-დან 9 რიცხვი. და ამიტომ ვიყავთ ყურადღებით ამ პერიოდში, რათა სიტუაცია არ დაიძაბოს, იმიტომ რომ მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია მიჩნიოს თავი. შეიძლება ტრავმატული სიტუაციები, შეიძლება დაუშვათ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, გარკვეულმა კონფლიქტებმა იჩინონ თავი, გაცივებამ და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით, ვეცადოთ, რომ ეს კვირა ყველაზე მშვიდობიანად გავიაროთ, არავითარი საქმე და გარჩევა, ჯანმრთელობას ყურადღება არ გაცივდეთ და არავითარი, ასე ვთქვათ, აქ ზედმეტ პროვოკაციაზე წამოგება, იმიტომ რომ პროვოკაციების ალბათობა, ფარგლტრების მოქმედება მოიმატებს. აქ ადამიანში ძლიერდება ისეთ ნეგატიური თვისებები, როგორც არის სიჯუტე, როგორც არის ეჭვიანობა, როგორც არის სარკასტული გამოთქმები, როგორც არის ზედმეტი პირდაპირობა, ანუ აბსოლუტურად დაუნდობლობა, მოდი ასე ვთქვათ და არავითარი დიპლომატია ურთიერთობებში, აქ არის წყენის ტენდენცია, ზოგჯერ სამაგიეროს გადახდის ტენდენცია, ამიტომ ყველა ეს ცუდი თვისება ეთხოვს მაქსიმალურ კონტროლს. და რომ ამ თვისებები თქვენ შეიძლება ვთქვათ აღმოჩნდეთ უსიამოვნებებში, კონფლიქტებში და სხვა სახის სირთულეებში. ამიტომ ვეცადოთ, რომ ამ მხრივ ეს პერიოდი ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნოემბრის თვეში ყველაზე რთული კვირა გველოდება ჩვენ წინ. როცა დედამიწა ძალიან უარყოფითიან რგოველშია და სხვა სახის სირთულეებს შექმნის. მათ შორის აქ სეისმურად სახიფათო, ასე ვთქვათ, ზონებში შეიძლება სხვა სახის დაუშვათ მიწისძვრებმა და სხვა სახის პრობლემებმა უფრო მეტად იჩინონ თავი. ანუ ეკოლოგიური, ტექნოგენური კატასტროფების ალბათობაც ამ პერიოდში არის განსაკუთრებით მაღალი. თუ ახლა ზოგადად იმასაც ახლა ერთი რამ უნდა გითხრათ კიდევ აუცილებლად ამ კვირასთან დაკავშირებით, უბრალოდ რამდენიმე მომენტია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრინციპში ეს კვირა დახუნძლულია მოვლენებით და არა მარტო იმიტომ რომ დედამიწა უარყოფითიან რგოველში გადადის, არამედ სამშაბათს მაგალითად პლანეტა მარსი გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში. ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ აქ უფრო მოიმატებს ადამიანებში კეთილშობილება, უფრო მოიმატებს ოპტიმიზმი, გონებამახვილობა, აქტიურობა, კომუნიკაბილურობა. ეს ტენდენციები უდავოდ კარგია და ამავდროულად მაგალითად ეს სფეროები, როგორც არის იდეოლოგიური სფერო, როგორც არის დაუშვათ ბიზნეს დაკავშირებული ტურიზმთან, სპორტი, მაგალითად გაიფურჩქნება ამ პერიოდში. პროფესიონალური დიპლომატიაში იქნება შესაძლებლობები გარკვეული საკითხების მოგვარებისა. აი ეს ტენდენციები აქ განვითარდებიან მეტად. თუმცა მოიმატებს სულსწრაფობა, უღერათო ხარჯვისადმი მიდრეკილება ფულისა. ესეც მარსის გადასვლასთან იქნება დაკავშირებული მშვილდოსანში. 5 რიცხვი 4 შაბათი ითხოვს ყურადღებას, რატო? აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. სავსე მთვარეობა ეს არის მოხსენებად მზის და მთვარის დაპირისპირება და ეს დაძაბული დღეა. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, რომ უკვე სადღაც სამშაბათიდან, დღის მეორე ნახევრიდან, შემდგომ უკვე 5 რიცხვი 4 შაბათი მთლიანად გავიაროთ ხილად. იმიტომ რომ აქ მოსალოდნელია დაპირისპირება კონფლიქტები, ემოციური ეგზალტაცია. ადამიანებს ასე დროს უჭირთ ემოციის შეკავება. რატო? იმიტომ რომ დედამიწაზე მოდის ზედმეტად დიდი ენერგია. და ყველა ვერ უძლებს ამ ენერგიას, ზოგი ამიტომ ასე ვთქვათ აყვება გადვილად პროვოკაციას, აყვება თავის ემოციურ მდგომარეობას და ეს მე ხდება კონფლიქტების საბაბი. ამიტომ 5-4 შაბათს არაფერი მნიშვნელოვანი სარისკვარ დაიწყოთ.
არავითარი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები მათი უმრავლესობა შემდგომ არ იმუშავებს და რეალიზაციაში ვერ მოვა. და ამიტომაც ოთხშაბათი დღე გავიაროთ ხილად, ვიმეორებ და არანაირ ნეგატიურ თვისებებს საკუთარი ხასიათისა არ ავყვეთ. 7 რიცხვი შემდეგ კვირის განმავლობაში პლანეტა ვენერა გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ანუ ამის შედეგად მოიმატებს ვნება სექსუალურ ენერგია ადამიანებში, ამასთან ერთად გაძლიერდება ეჭვიანობის და წყენის ტენდენციები, სარკასტული გამოთქმები პირად ურთიერთობებში, ამის შეიძლება ცოტა ეს ურთიერთობები დაძაბოს. ვენერას არ უყვარს ყოფნა მორიელში. პირდაპირ მინდა გითხრათ, აი სასტური სადაც აქამდე იყო, იქ გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს. როცა ეს გადადის მორიელში, კი სექსუალური ენერგია აქ მატულობს, ნებას მატულობს, მაგრამ სექსუალური ძალადობის ტენდენციაც მეტი იქნება და უფრო მეტიც აქ კონფლიქტების ალბათობა ტრადიციულად ასევე მატულობს. ტრადიციულად და ეს ტენდენციები უკვე 7 რიცხვიდან. 8 მნიშვნელოვანი მოვლენაა შემდეგ შაბათს, ესე იგი ურანი პლანეტა თავისუფლებისა, რეფორმებისა, სიახლეებისა, რომელიც ამ ბოლო ხანს იყო გადასული ტყუპების ზოდიაქოში, იმიტომ რომ 7 წელი იყო კუროში. საკმაოდ არია საბანკო ეკონომიკური კომერციული სისტემები მსოფლიოში, ახალი ვალუტები შემოიტანა და ასე შემდგომ და ცოტა ხნით გადავიდა ტყუპებში და ეხლა ისევ გადმოდის უკან, სანამ ტყუპებში გადავა ისევ 7 წლით, ეხლა ცოტა ხნით გადმოდის 8 რიცხვიდან, 8 ნოემბრიდან 26 აპრილამდე შემდეგი წლისა, გადავა ისევ უკან კუროში. ისევ არევდარევს სიტუაციას, იგივე ფინანსებთან, იგივე დაუშვათ სავალუტო საქმიანობასთან, ეკონომიკურ სფეროში, საბანკო სისტემაში, ამიტომ არევს საბოლოოდ იმისთვის, რომ მერე დაალაგდეს. ანუ მომავალ წლისთვის, უკვე სადღაც უკვე აპრილისთვის აქ სიტუაცია უფრო დაალაგებული იქნება და მერე საბოლოოდ გამოვა ამ სისტემიდან დაამკვიდრებს ახალ, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიებს მუშაობისა საბანკო ეკონომიკურ საფინანსო სფეროში, შეიძლება ახალი უკვე ახალ ვალუტას ან ახალ დაუშვათ ფულის ერთეულს ან კიდევ რაღაცა ახალ ფინანსებთან დაკავშირებულს დაუდოს საბოლოოდ საფუძველი და 9 რიცხვი ითხოვს ყურადღებას შემდეგ კვირა დღე, ეხლავე ვაანონსებ ამას, იმიტომ რომ გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური 9-დან 29 ნოემბრამდე იქნება უკუმავალი რეტროგრადული. ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე ჯობია რომ არავითარი ახალი საყიდლები, გინდათ მანქანა, გინდათ ავეჯი, გინდათ ტელევიზორი, რაღაც ამგვარი ხო, კომპიუტერი 9 რიცხვამდე მოასწარეთ. თორე 9 რიცხვიდან 29-მდე ნაყიდი თქვენი ნებისმიერი ნივთი ან საგანი შემდეგ შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემის ფაქტორი, ან მალე გადაიწვას, ან მალე გაფუჭდეს, ან სხვა სახის სირთულეები შეექმნას და 9-დან 29 ნოემბრამდე მერკურის რეტროგრადულობასთან დაკავშირებით მზად იყავით იმასთან, რომ აქ შეიძლება სერიოზულად ავარიოს თანამედროვე ტექნოლოგია, მათ შორის კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა, შეიძლება წაიშალოს პროგრამული სისტემები, ან გაჭედოს და ასე შემდგომ, აი სხვადასხვა სახის ამდაგვარმა პრობლემებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. ამიტომ 9 რიცხვიდან 29-მდე არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დაიწყოთ არავითარი საყიდლები ამ პერიოდში. აი ეს ყველაფერი უკავშირდება შემდეგი კვირის ზოგად ტენდენციებს, რის ვთქვათ საქმის ყურში მე ახლა ჩაგაყენეთ. ახლა მოდით ვნახოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორ იქნება შემდეგი კვირა, რა ტენდენციებია მოსაუბრებელი, რადგან დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, ეს კვირა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მეტნაკლებად იქნება რთული. აი ვერძისთვის, მათ შორის ფრიად დისჰარმონიული, ამიტომ რომ აქ შეიძლება რაღაც გარკვეული სულიერი ტრანსფორმაციის წინაშე აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. შინაგანი რევიზიის დროა, შეიძლება ესე ვთქვათ, ვერძებო, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება ასევე კონფლიქტებთან, მათ შორის ზოგიერთ მეგობართან, შეიძლება პარტნიორთან იყოს კონფლიქტი, ამასთან ერთად მოგიხდებათ რესტრუქტურიზაცია თქვენი მუშაობისა, საქმისა, იდეისა, ან დავუშვათ ფინანსური შემოსავალი იყო ხო, აქაც აი მისი გადანაწილება გამოიწვევს ზოგიერთ შემთხვევაში დაძაბულობას, კამაც, კონფლიქტს და ასე შემდგომ. და ზოგიერთ თქვენ იდეალური წარმოდგენა ამა თუ იმ მოვლენაზე ან ადამიანზე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. და ეს პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ კივნეული. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას ამ პერიოდში, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არამდგრადია, შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ, ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა ეჩინონ თავი და აუცილებლად ენას კბელი დააჭირთ. ზედმეტს ვილაპარაკებ თქვენი გეგმების
შესახებ, ან თუნდაც ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რათა სხვებმა ის არ გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ. და კიდევ აღნიშნოთ, რომ აქ მაღალი ალბათობა, რომ გადაეყაროთ ინტიმურ პარტნიორს. შეიძლება ახალი ინტიმური პარტნიორი გაიცნოთ, კი ბატონო, მაგრამ აი თქვენთვის სწორედ ეს იქნება ძალიან სახიფათო. იმიტომ თქვენ შეიძლება გადაეყაროთ ისეთ ინტიმურ პარტნიორს, რომელიც მე ჯვარს გაცმოთ. ამიტომ ვიყავით ფრთხილად ამ პერიოდში ინტიმურ კონტაქტებთან მიმართებაში. Prometiți, venerul დაავადებების ტენდენციაც გაქვთ ყველაზე მაღალი. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით ამ კვირის განმავლობაში ამ ხრივაც. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, ერგოტონუს კურო ნაკლებად უჩევის, იმიტომ რომ პირიქით იგი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მრგადი ხდება და პარტნიორული თანამშრომლობის პერიოდია. მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ იგივე გინდათ ბიზნეს საქმიან პარტნიორთებებში, გინდათ პირად ურთიერთობებში, აუცილებლად ასე ვთქვათ, სხვა პარტნიორის ანუ ინტერესებს უნდა გაუწიოთ, ასე ვთქვათ, სათნადო ყურადღება და ანგარიში და აი დავუშვათ ყოველთვის გითხოთ, აი პარტნიორს როგორ მიაჩნიათ? თქვენ მეგაჩნიათ ესე ხო? იმას ანუ უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად მისი ინტერესები. სხვანაირად აქ შეიძლება ეს თუ არ გაკეთდა და გარკვეული დაძაბულობა წარმოიქმნას და ამას მერე მოყვება კამათი თავისთავად და ამის შედეგად შეიძლება ძველმა კონფლიქტებმაც იჩინონ თავი, ახალი შეიძლება გაჩნდეს და მოდი ასე ვთქვა, თუ რაღაც გადაუწყვეტი პრობლემები ჰქონდათ პარტნიორებთან, აი კვირაში ეს ყველაზე მეტად იჩენს თავს. ამის გარდა, ფინანსებთან ვიყოთ ყურადღებით. ფინანსური დანაკარგების ტენდენცია მაღალია. და ამიტომ იყავით ყურადღებით, თუ ვინმე რაღაცა პროექტს თავაზობთ და რაღაცას თხოვთ ფინანსებთან დაკავშირებით, ნუ ჩქარობთ. 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპით მოგვედ უცებს აპულეს ნუ გამოიღებ და ნუ გადაირევით ფუდის ხარჯვის კუთხით, იმიტომ მე ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდები და ძალიან ბევრ თანხასაც დაკარგავთ ამასთან ერთად. ამიტომ დამატებით ინფორმაცია შეაგროვე დავუშვათ იმ იდეასთან, იმ პროექტთან, იმ თუნდაც ხოვნასთან დაკავშირებით, რამდენად ის რეალურია ჯერ ერთი, რამდენად თქვენთვის მისაღებია, რა შესაძლებლობები გაქვთ და აი ამ პრინციპით იმოქმედეთ. სხვანაირად შეიძლება ფინანსურმა სირთულეებმა მეტად იჩინონ თავი. თუმცა შემოქმედებითი მუშაობისთვის პერიოდი ნამდვილად კარგია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, ერგოტონუსი თქვენი ეცემა. ამიტომაც შედარებით ადვილად იღლებით, ფსიქოემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება მეტად იჩენს თავს და შინაგანი, ასე ვთქვათ, ნევროზული მოუსვენრობა, ასე უფრო მეტად იჩენს თავს. თან პარტნიორთან მხრიდან პრეტენზიები თქვენს მიმართ მოიმატებს კრიტიკა, მათი მხრიდან თქვენდამი მოიმატებს, რამაც შეიძლება შინაგანი, ასე ვთქვათ, დისკომფორტი შეიქმნათ. ამასთან ერთად ყველაფერი ისე შეიძლება ვერ გააკეთოთ, ან ისე არ წარიმართოს, როგორც თქვენ ეს გსურდათ. თან მოიმატებს თქვენ შესულსწრაფობა, იმპულსურობა, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული ქაოსი, შესაბამის დაშვების და სხვა სახის სირთულეების ერთ-ერთი წინაპირობა. ყურადღება მიაქციეთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, რათა აქ არ გაცივდეთ ან სხვა სახის სირთულეები მარიჩინონ თავი და ამავდროულად რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. იმიტომ რომ ამ ურთიერთობების ჰარმონიზაციაზე იქნება მეტად დამოკიდებული შემდგომი თქვენი მათ შორის პროფესიონალური პერსპექტივები. რაც შეეხება, თუმცა მოდი ასე ვთქვათ, ეცადეთ რომ არ დაუშვათ ქაოსი თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არის მოსაოდნელი შეიძლება გონებაშიც, აზრებში, თქვენს ცხოვრებაში ცოტა დაისადგუროს ქაოსმა. აქ შეიძლება უცებ მოგინდათ 10 საქმის ერთად გაკეთება და საიდანაც ერთი უხლის მეორეს, მეორე მესამეს და ამ შედეგად შეიძლება ვერც ერთი ვერ მიყვან ბოლომდე. აი ამ ტენდენციასაც მიაქციეთ ყურადღება. კერჩხების ზოდიაქოს რაც შეეხება, მთლიანობაში კარგი პერიოდი, ერთ-ერთი ფავორიტი ხართ ამ პერიოდისა, მაგრამ რადგან დედამიწა უყურებთ ენერგოველს, შეეყავით მზად რომ რაღაც პრობლემა შეიძლება ეჩინონ თავი წყალქვეშა დინებება. კი, თქვენ კარგად გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს, ინიციატივას გამოავლენთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებთ, პროფესიონალურს და უნარს კარგად გამოავლენთ, ზოგიერთ ამბიციასაც გვიდა იქ მოყოფილებთ, მათ ასე ვთქვათ, მაგრამ ეულებყოფ ადამიანებთან მაინც სიტუაცია იძაბება. და ეს გახსოვდეთ. მოულოდნელად შეიძლება ესეთ საქმეები გამჩნდეს, ესეთი ვალდებულებები დაგეკისროთ, რომ ამას შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი გეგმები. ან გამოიწვიოს თქვენი მხრიდან გარკვეული პროტესტი. ამასთან ერთად გაღიზიანებას შეიძლება მოყვეს ყოველივე ამასთან პერიოდი ტრამბულია. ამიტომ გავით ყურადღებით, ანუ დავუშვათ თუ ტექნიკასთან გაქვთ ურთიერთობა, აუცილებლად უსაფრთხოების ტექნიკის უსაფრთხოების პირობები უნდა შეასრულოთ, საჭესთან ცოტა ფრთხილად, სხვა მექანიზმებთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო და ამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ურთიერთობებზე, შვილებთან
და სასკვარლო პარტნიორებთან. თუ ეს ურთიერთობა თქვენ დიპლომატიით და უშუალოდ ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად ვითარდება, მაშინ ეს იქნება ეს კონტაქტი ერთ-ერთი მთავარი თქვენი წარმატების საწინდარი. მაგრამ თუ ამ ურთიერთობებში შეიტანეთ ასე ვთქვათ, კონფლიქტი, კამათი და ასე შემდგომ, მაშინ ეს კიდევ უფრო მეტად გააურესებს თქვენს საერთო მდგომარეობას ამ კვირის განმავლობაში. თუმცა მეორე ერთ-ერთი ფავორიტი მაინც წარმატებისა თქვენ ხართ ზოდიაქოს ნიშნებიდან ამ კვირაში. უბრალოდ ეს წყალქვეშა დინებები გაგაცანით, რამაც შეიძლება შეუშალოს ამას ხელი. რაც შეეხება ლოვის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, დისარმონიული დაძაბული კვირა გაგიჭირდებათ აქ ესეთი სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება ეროვნულ ყოფ ადამიანებთან, იმიტომ რომ ურთიერთპრეტენზიების, ურთიერთწყენის, ურთიერთსარკაზმის, გესლიანი გამოთქმების ტენდენციები აქ მატლობს. თან ზოგიერთ შემთხვევაში გექნება ძალიან იმპულსური, სულსწრაფი, მოუფიქრებელი მოქმედებები, გაწყვეტილებები. რამაც შეიძლება ასევე შესაბამისად დაგაშვებინოთ. დაუშვათ ისიც, რომ აქ ქაოსი რაღაც საქმეებში მეტად მოემატებს გაუთვალისწინებლობა პარტნიორთა ინტერესების, ასევე შეიძლება გახდეს პარტნიორული თანამშრომლობის შეფერხების ან შეწყვეტის მიზეზი, ასევე კოლეგებთან შეიძლება ურთიერთობას დაიძაბოს და რაც თავარია, ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენს გაქვთ დიდი პრეტენზიულობა სხვების მიმართ და არ გაკმაყოფილებთ მათი მოქმედება. ამასთან ერთად თქვენ არა მარტო სხვისი, არამედ საკუთარი მოქმედებაც არ გაკმაყოფილებთ ამ პერიოდში და ეს უკმაყოფილება შეიძლება გახდეს მერე დაძაბულობის და ურთიერთწინააღმდეგობის მიზეზი. შეიძლება აქ რაღაცა პრობლემა მიჩნიოს სახლში. მაგალითად, გაფუჭდეს ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, მოგიხდება დამატებითი თანხების გაღება, რას ქვია, დამატებითი ენერგიის დახარჯვა ამაზე. ამიტომ ეს ყველაფერი ეცადეთ, თუ ესეთი რამ მოხდა, ისე გააკეთოთ, რომ ამას არ მოყვეს დაძაბულობა თქვენსა და ოჯახის წევრებს შორის. რაც მეტად შეენარჩუნებთ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, კარგ ურთიერთობებს, ვიდრე შვილად გაევლით ამ პერიოდს და პირიქით. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ აქ შეგვიძლიათ აქტიური მოქმედება კოლექტიურ საქმეებში, იგივე პროექტებში ჩაერთოთ. ამასთან ერთად გარკვეული დაძაბულობა რასკვლეჩენს თავს. ჯანმრთელობას ეხლა თქვენ აქ არ უჩევით, პირიქით ენერგოტონუსი მატულობს, შარმების დულობა ძლიერდება თქვენი, ამიტომ შრომის უნარიანობაც სათანადო სიმაღლეზეა ნებისყოფასთან, შეუპოვრობასთან ერთად. მაგრამ საერთო სიტუაცია ერგულებს შექმნილი მოითხოვს თქვენგან ზოგიერთ თქვენი გეგმის კორექტირებას. ან უფრო მეტ დიპლომატიას ურთიერთობებში და იქნება ზედმეტად ხისტი და ჯიუტი. ყველაფერი თუ გინდათ ისე გააკეთოთ, როგორც თქვენ გინდათ და ამასთან ერთად სხვას გინდათ მოახდინოთ საკუთარი აზრი და თავისი თქვენი მეთოდოლოგია მუშაობის არასკვლელს გამოიწვევს საფოსკო რეაქციებს და კონფლიქტებს და ეს პროვოცირებას მოახდენს არასასურველი, ასე ვთქვათ, დაძაბულობისა. ეხლა გაითვალისწინეთ, რომ ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი, ანუ არასწორი ინფორმაციის ნებისმიერ ინფორმაცია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, უნდა იყოს გადამოწეული თქვენი მხრიდან. ზოგადად კარგი პერიოდია შეხვედრების, მოლაპარაკების, კონტაქტების კუთხით, მაგრამ თან აი შესაბამის დაშვების ალბათობა არასწორი გადამოწეული ინფორმაციის გამო მაღალია. და ამ ხრივ ვიყავით ცოტა ვთქვათ, წინდახედული და ყურადღებიანი. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მოდით დავუშვათ, რომ აქ პროფესიონალური დამოკიდებულება გმართებთ განსაკუთრებული საკუთარი ფინანსური ხარჯის მიმართ. იმიტომ რომ სიტუაცია იქნება საერთო ჯამში არასტაბილური და ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზედმეტად მეტი ხარჯი. ამ ფინანსური დანაკარგი, უყაერათობა ხარჯის კუთხით, რაც იქნება სწორედ აი ამ ზედმეტი ხარჯის ფაქტორი. გარეული კუთხითაც მოსაოდნელია გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი. აქ უფრო მეტად გიჭირთ საკუთარი შესაძლებლობების სათანადო გამოვლენა და ერთ რიტმში ვერ მუშაობთ კოლეგებთან, ახლობლებთან მიმართებაში. გარკვეული დისონანსია თქვენს რიტმში მუშაობისა და საკითხების დამოკიდებულებაში. რაც იწვევს ასევე გაუგებრობებს. ასევე შეიძლება საზოგადოებაში მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რამაც შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს უკვე ფინანსურ შესაძლებლობებს. და ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით. თუმცა ადრეული საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ გარკვეული ფინანსური დივიდენდები, ბონუსები, პრემიები კი, მაგრამ ეს თუ ესე უაზრო დახარჯეთ, როგორც ახლა ჩვენ ვთქვით, ხო, არაფერი არ დაგჭირებათ ერთ დღეში. და ეს უკვე დამატებით სირთულეებს შექმნის განსაკუთრებაში. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ეს არის თქვენი, მოდესთ ვთქვათ, ახალი ერთწლიანი განვითარების ეტაპის დაწყების ერთ-ერთი პერიოდი, ამიტომ მთავარი ფავორიტი რას უყურია ზოდიაქოს ნიშნებიდან ამ კვირაში ხართ თქვენ. ენერგოტონუსი გაქვთ ყველაზე მაღალი ჯანმრთელობა მდგრადი, ემოციურადაც უფრო სტაბილური ხართ, ამბიციური გეგმები გაქვთ, გაქვთ სურვილი, რომ საკუთარი შესაძლებლობები ნათლად გამოავლინოთ.
თუმცა ამ კვირაში ნეგატიურ ენერგოველთან დაკავშირებით დედამიწა შეიძლება იგრძნოთ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ეწინააღმდეგებიან თქვენი გეგმების რეალიზაციას და თქვენს იდეებს, ამიტომ თქვენი აქტიური მოქმედებები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, ამ პირიქით საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, პრობლემებს დაეჯახოს და საწინააღმდეგო მოქმედებებს სხვათა მხრიდან ერთ სიტყვით, მოდი ასე ვთქვათ, რომ ნუ იქნება ზედმეტად ხისტი ჯიუტი, ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, ყველაფერი გადაამოწმეთ, ყველაფერი კარგად მოამზადეთ, ნებისმიერ თქვენი სიტყვა, გამოსვლა, მოქმედება, საქმე, რათა რაიმე სახის წინასწარ განუსაზღვრელმა სიტუაცია, პრობლემა არ შეუშალოს ამას ხელი, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი რომ თქვენ გაქვთ შანსები ყველა დონეზე წარმატების მეტი მიღწევისა, ეს უდავოა. რაც შეეხება მშვილდოსნებო, ახლა იყავით ყურადღებით. აი, თქვენ გაქვთ ყველაზე რთული, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში. ენერგოტონუსი გაქვთ ყველაზე დაბალი, ჯანმრთელობა არ ამგრადეთ, ეცადეთ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ტრავმულოვარებმა ტენდენციებმა შემომეტად იჩინონ თავი, ამიტომ სიჩქარეს ნუ გადააჭარბებთ საჭესთან. ამასთან ერთად ფარუნტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები აქტიურებენ მოქმედებებს თქვენ საწინააღმდეგოდ და აქედან გამომდინარე აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ამიტომ მეტი თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა გმართებთ, იმიტომ რომ ემოციური არასტაბილურობის ფონზე მოიმატებს თქვენში აგრესიულობა, გაღიზიანება, სარკასტული, გასლიანი გამოთქმების სურვილი, რაც გახდება საფოსყო რეაქციების და დაძაბულობის ფაქტორი თქვენს ირგვლივ. ამასთან ერთად არავითარი ახალი საქმე, ახალი პროექტი არ დაიწყოთ, არავითარი ასე ვთქვათ, ისეთი მოქმედება, რაც არ არის კარგად მოფიქრებული, ამას ყველაფერს უჩვენება ექნება და აუცილებლად ენას ყველი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ, არავინ არაფერი არ დაიცავს. ანუ უნდა იყოს აქ რუხი კარდინალი, რო იტყვიან. ჯერ ნაბიჯი გადადგათ, თუ მაინც მერე გათქვათ. მაშინ წახვალ წინ. ანუ ეს რთული პერიოდი იყავით ყურადღებით და განსაკუთრებით ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება ნუ გადაიღლებით. ხისკას რა შეეხება, თხის კებო, ჩემკარგებო, აქ პირიქით ენერგოტონუსი თქვენი მატულობს, ერთის მხრივ ეს აძლიერებს შრომის უნარიანობას, ნებისყოფას, მოთმინებას, შეუპოვრობას, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საერთო დაძაბულობა თქვენს ირგვლივ, რომელიც დედამიწის უარყოფით ენერგოველთან იქნება დაკავშირებული, შექმნის მეტ სირთულეებს კოლეგებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან მიმართებაში. ისინი ელოდებიან თქვენი მხრიდან დახმარებას, თანადგომას, მათ შორის დაუშვათ იგივე თუნდაც ხელმძღვანელებთანაც სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს გარკვეულწილად. აქ აუცილებელია რომ ფორმულირება მოახდინოთ პრიორიტეტული თქვენი ამოცანების, რომელიც შესასრულებელი გაქვთ და არა ყველაფერს მოგიდოთ ხელი ერთად. ამასთან ერთად თუ გრძნობთ რომ რაღაც საკონფლიქტო სიტუაცია იქნება სახლში ან სამსახურში, ეცადეთ დროულად ჩააქროთ და დიპლომატიის გამოვლენით მათ შორის ეს საკონფლიქტო სიტუაცია და ამასთან ერთად თუ არის საშუალება რაღაც ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ეს სიტუაციაც გამოიყენეთ. სხვაჩვენს კარგი პერიოდია რეფორმებისა და სიახლეებისათვის. ამიტომ ნუ იჩქარებთ ამ კუთხით, დაუშვათ რაღაც სიახლეების დანერგვას, მაგრამ მათი ჩამოყალიბება და გააზრება ნამდვილად იქნება კარგი. ინტერნეტი ითხოვს ყურადღებას, რატო? ფეიკების ალბათობა არის აქ მაღალი. ამიტომ ინტერნეტში რაც ამოიკითხავთ, ჯერ გადაამოწმეთ, სანამ დაიჯერებთ, რომ ამას მერე რაიმე სახის პრობლემები და სიამოვნებები არ მოგოს. მერწყულის ზოდიაქოს რაც შეეხება, პირველ რიგში კარიერული კუთხით გაქვთ საშუალება რომ გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი, ლიდერული თვისებები, ორგანიზატორული მონაცემები, თუმცა მაინც აღნიშნოთ რომ სამსახურში შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. შეიძლება რაღაც მოულოდნელი ისეთი საქმეები, რომელსაც სულაც არ ელოდებოდით ან ვალდებულებები, რომელიც შეიძლება თავის მხრივ კორექტირება მოითხოვოს თქვენს გეგმებში, ან საერთო რითმიდან ამოგაგდოთ კიდეც. ამასთან ერთად მოდით აღნიშნოთ რომ ზოგიერთ თქვენთაგანი უფრო გაღიზიანებული იქნება ამ პერიოდში, ან ზოგიერთ შემთხვევაში ცოტა უფრო აგრესიული. რამაც შეიძლება სიტუაცია დაძაბოს. ეცადეთ მაქსიმალური დიპლომატია და მშვიდობიანობა დაამყაროთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქ რამდენადაც კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ, ვიდრე რომ მეტად პროფესიონალური კუთხით წახვალ წინ და პირიქით. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია, მესამე ფავორიტი ამ კვირისა ხართ თქვენ. ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაგნობა
მადლობით სწორარჩევანს აკეთებს, სწორ ნაბიჯებს დგავთ და აქ თვითგამოვლენისთვის კარგი პერიოდია, მადლობს თქვენი კრეატიულობა. აქ ის პერიოდი, როდესაც პროფესიონალური კუთხით, სულიერი განვითარების კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდია და ხელს უწყობს იქ ისეთ გრანდიოზულ იდეების რეალიზაციას და გრანდიოზულ პროექტებში თქვენ ჩართვასაც კი. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომელსაც არაორდინარულად მოქმედებთ, არასტანდარტულად შეიძლება ესე თქვას, მატლობს ოპტიმიზმი, მასზე დაყრდნობით გაცლებით უფრო წინ მიდიხარ და განწყობის თეორიის მეშვეობით უფრო წარმატებული ხართ. ამავდროულად მოგიხდება ზოგიერთი კონკურენტის, კრიტიკოსის მხრიდან შეტევის მოგერიებას. ამიტომ თლათ შვიდს ამ პერიოდს ამ კუთხით ვერ უწოდებთ, მაგრამ მთლიანობაში მაინც პერიოდი ცუდი არ არის. ზოგადად, კარგია იგი მგზავრობის კუთხით, და ამავდროულად არ გამოირიცხა, რომ შეიძლება მაგალითად ტრანსპორტში შეექმნას პრობლემები, ან გზაში რაღაც წინასწარ განსაზღვრავ სიტუაციები მეჩინონ თავი. ზოგადად უსხლებთან კონტაქტი ცუდი არ არის, მაგრამ მაგალითად ეხლა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე მერე უცხლებთან კონტაქტი რეალიზაციაში გადაიტანს ამ თქვენს მოლოდინს ნაკლებად. ამიტომ წარმატებული ნამდვილად არ იქნება ამ მხრივ, უფრო წარმატებული იქნება უცხლებთან კონტაქტი ამის შემდეგ კვირას და არა ამ კვირას. აი ეს ტენდენციებიც აქ გაითვალისწინეთ. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტრო პროგნოზი ამ კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება უკვე თითოეული დღის პერსპექტივებს შემდეგ კვირის, აი დავიწყოთ ხვალინდელი დღით. ხვალ ჩვენ გვაქვს 3 ნოემბერი, ეს არის ორშაბათი დღე და აქ პირველ რიგში მეტი ყურადღება გმართებდა ამავდროულად სიფრთხილე ნებისმიერი საქმის შესრულებისას. გადაიღლებით, ეს აუცილებელი პირობაა. ამავდროულად მოიმატებს ადამიანებში კრეატიულობა, მოგიხდებათ მეტი თავმჯდომარეობის გამოვლენა, შესაძლებელი იქნება პარტნიორების დარწმუნება, ურთიერთობების გაუმჯობესება შორის სამსახურში. ხოლო ზედაპირული მსჯელობა პირად ურთიერთობებში წყენის საბაბით შეიძლება გახდეს, ეს გაითვალისწინეთ ზედმეტად გადააღლით თვალებს. გინდა ტელევიზორთან, გინდა კომპიუტერთან, გინდა დავუშვათ წიგნის კითხვით და ასე შემდგომ. ეფექტურია სამაგრო თირკმელების, კანის, ენდოკრინული სისტემის, ყელის კურნალობა, კი ბატონო, ეს ყველაფერი წამოწევა წინაპლანზე, მაგრამ ხვალ დავარღვევთ წესებს. წესების დარღვევა მომენტალურად დიდი დაჯერიმებით დასრულდება და ამას მიაქცევთ ყურადღება პლასტიკური ოპერაციებისთვის ხვალინდელი დღე ასევე არ იქნება კარგი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავი, სეზაროვანი სისტემა, გრძნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე ვერძის, ტყუპების, შვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 4 ნოემბერს, ეს არის სამშაბათი დღე, აქ ითხოვს ყურადღებას მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდით. 15 საათიდან 22 წუთიდან 20 საათამდე 17 წუთამდე ზედმეტად ადუნებს იგი ყურადღებას ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრაუმებისა და ავარიებისა. რაც კი ითხოვს თავის მხრივ ყურადღებას ზღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. თან გეომაგნიტური დღეა. და გეომაგნიტური დღე იცით რას ნიშნავს? ეგ ნეგატიური ზეგავლენა ხდება გულსიზარღვან სისტემაზე. რის შედეგად შეიძლება აქ თავის ტკივილებმა იჩინონ თავი, უგუნებობამ, ამიტომ აუცილებლად ვაკონტროლებთ სამშაბათ წნევას, აუცილებლობის შემთხვევაში ვიღებთ შესაბამის პროფილაქტიკურ საშუალებებს. და 4 უკვე ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე საქმიანობის, შრომისუნარიანობის, მოქმედების მმართველი პლანეტა, როგორც აღმოჩნდა მარსი, გადაინაცვლებს შვილდოსნის ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად 15 დეკემბრამდე იგი მეტად განავითარებს ადამიანებში ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, ორგანიზებულ მონაცემებს, ინიციატივის გამოვლენის უნარს, ოპტიმიზმს, კომუნიკაბილურობას, ინტუიციას, მებრძოლ სულისკვეთებას, მოგზაურობისადმი მეტ მიდრეკილებას, რელიგიური და იდეოლოგიური საკითხებისადმი ასევე ინტერესის გამოვლენას, თუმცა მეტად განავითარებს სასწრაფო უსწრაფობას, სარკასტულ გამოთქმებს, უყაერათობას, ეგოიზმს, დიქტატორულ ტენდენციებს. აი ეს ითხოვს ცოტა მეტ სიფრთხილეს, ეს ნეგატიური რამდენიმე თვისება და ეს მოვლენა მთლიანობაში ხელს შეუწყობს 15 დეკემბრამდე ტურიზმის, სპორტის, იურიდიული ორგანიზაციების, პოლიტიკური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მეტად განვითარებას. რაც შეეხება თვითონ სამშაბათის სხვა ტენდენციებს, წვრილმა საკითხებზე ზედმეტ დროს უნდა კარგავთ. საკუთარ ვალდებულებებსაც ხვებს გადააბარებთ. პატივი ეცით პარტნიორთა სივრცეს. და აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ისევ თავის, ზარღვანი სისტემა, გრძნობათა ორგანოები, ყელის არე. ყველაზე კარგია ეს დღე ლომთათვის და სასწორთათვის. კიდევ ერთხელ მინდა მოგაწოდოთ ტელეფონის ნომერი, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ პირადი ჰოროსკოპი შეადგინოთ ჩემთან.
და ეს ერთი არძე დავსწრებით მე და თქვენ და ვისაუბრებთ იმაზე თუ რა ტენდენციებია რისთვის დაიბადეთ საერთოდ რა კოსმიური მისია გაქვთ რამდენად ასრულებთ რამდენად არ ასრულებთ და დავსახავთ იმ გზას რომელიც წარმატების გზა იქნება თქვენთვის დაგვირეკეთ 599 91 52 38 ეს საკონტაქტო ტელეფონია ვიმეორებ 599 91 52 38 და საინტერესოა კიდევ ის რომ ადამიანი როცა მოდის ჩემთან პირად ჰოროსკოპთან რატომაც გონია რომ ის ზოდიაქოს ნიშანზე მექნება მხოლოდ საუბარი ახლა ხან იყო ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი ჩემთან და ნუ მოვიდა თუ არა ესეთი ოპტიმიზმი ტყუპების დამახასიათებელი ხასიათი უცებ მეუბნება რომ აბა რას მეტყვით ახლა უფრო ცლად ტყუპებზე და ხოლმე რო გაიგო რომ თურმე ტყუპები ყველაზე ნაკლებად არის მაშინ მარტო მზე იყო ეულად ტყუპების ზოდიაქოში დაბადების მომენტში და გაცილებით მეტი ზეგავლენა ქონდა მასზე კირჩხიბს ქალწულს და კუროს ეს იყო მისთვის რაღაც სენსაცია მოდი ასე ვთქვათ და იყო გაუგნებული აი მე ბოლოში თქვა აი მე ხო ფიქრობდი ჩემთვის რომ თლად ბოლომდე ტყუპები არა იმიტომ რომ რაღაც სხვა თვისებებს გრძნობდა არა და ეს ტყუპებს არ შეესაბამება და ცოტა დაბნეულია ნუ ყველაფერი გაერკვა გაიგო რა საიდან როგორ და ზანგ მაუპელი იყო სხვა შორის და საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ დავსახეთ მისი გზა გამვითარებისა კიდე არის ცოტა რა უშლიდა ხელდა ძალიან სერიოზული ესეთი ენერგეტიკული პრობლემა ქონდა რომელიც ახლა მოიხსნება და გაცილებით უკეთ იგზნობს თავს და იქა ყველა საინტერესო ის იყო რომ ნუ როგორც ყველა ტყუპი იმიტომ ეს ხონ შენცნობის მოყარე ყველაფერი უნდა ნახოს ყველგან უნდა შეძვრეს ყველა უნდა გაიცნოს ტრადიციულად და 8 ასტროლოგი მოიარა მინდა გითხრათ აღარ ვამბობ ნათელხილველებზე კითხავებზე ტაროს და სხვა სახის ასე ვთქვათ ადამიანებს თუ ვინმე არის ჩვენთან ვინმე სადღაც ფაჩვინობს ყველასთან იყო აბსოლუტურად და 8 ასტროლოგთან მათ შორის მე ვიყავი მე-9 თუმცა ის გამიზია რომ პირველად თურმე ჩემთან უნდა მოსვლა რაღაცამ შეუშალა ხელი და მოკლედ მე აღმოჩნდი ახლა ბოლოში ეხლა მე არა ვარ დარწმუნებული რომ ჩემი დაასრულებს მაგრამ ის კი მითხრა და გამიზიარა რომ აი ახლა ყველაზე კარგად გავიგე იმიტომ რომ ერთ-ერთს მეუბნება მეორეს მეუბნება ზოგიო საერთოდ თურთია წინააღმდეგობაში ჩავარდიო ზოგიერთთანო და საერთოდ დავიბედიო ეხლა ესე დაბნეული ვარ საბოლოოდ არ ვიცი ვინა ვარ და რა მინდაო და ნუ ბოლოში რა ვიცი ხა მე მგონი კარგად გაერკვა ყველაფერს მიხვდა და ნუ როგორც ახლა თუ არ თქვათ მაგცობდა მეთხრა რომ აი ამჯერად ყველაფერი გაერკვა ვინ არის ისთვის მოვიდა საუნდა წავიდეს და რა უნდა გააკეთოს უბრალოდ არ იცოდა რომ ქვეყანაში წასულიყო გასაოცარია 8 ასტროლოგთან იყო და ვერც ერთმა ვერ გააგებინა რომელი ქვეყანა მისთვის ყველაზე კარგი ეს იყო ჩემთვის შეურაცხყოფელი და გასაკვირი იმიტომ რომ სეცხულია ხალხო ესეთი რაღაცა ვერ უნდა გააგებინოთ ადამიანს რომელი ქვეყნებია თუ მას უწერია საერთოდ საზღვარგარეთი და ესეც გავარკვიეთ მოკლედ და აღმოჩნდა რომ თურმე მისი ბავშვობის ოცნების ქვეყანა იყო რომელიც მე დაუსახე ამ შემთხვევაში გერმანია და იმედია რომ წავა სწორი გზით განვითარდება და უფრო წარმატებული გახდება ამიტომ შეგვეხმიანეთ ვისაც პირადი ჰოროსკოპი გინდათ 599 ვიმეორებოთ 51 52 38 ეხლა ცალკეულ დღეებზე მომავალი კვირისა 3-9 ნოემბერი გულისხმობა და როგორ იქნებიან ეს დღეები რა ტენდენციები აქვთ მათ ასტროლოგიური კუთხით და პირველი ორი დღე იმოვიხილეთ ორშაბათი სამშაბათი ეხლა მივადექით 4 შაბათ დღეს ეს არის 5 ნოემბერი და პირველ რიგში სავსემთვარეობა მოგხსენებათ პიქსი მიაღწევს 4 შაბათს 17 საათზე 30 წუთზე აქედან წყება მესამე ფაზა თვარისა და გეომაგნიტურია რასაკვირველია ეს დღეც და სავსემთვარეობა ნიშნავს ზის და თვარის ენერგიათა დაპირისპირებას კურო მორიელის ზოდიაკალურ ღერძზე ამიტომ ის ჯგუფში იქნება 4 შაბათს ჩარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა ყელი ენდოკრინული სისტემა სწორი ნაწლავის ზონა ამ ზონებს გასაგებად გაუთხილდით ეს მოვლენა მეტად განაპირობებს ტრაუმულ ტენდენციებს ხუთში აგრესიულ დეპრესიულ გამოვლენებს ადამიანებში კონფლიქტებს სხვადასხვა თუნებების შეცდომების დაშვების ტენდენციას მოიმატებს შესაძლებელია ზოგიერთთან მიმართებაში ჯანმრთელობის გაუარესებას კონდეს ადგილი და სხვა ნეგატიურ გამოვლენებს ამიტომ იყოთ ყურადღებით აქ იმოქმედეთ აუცილებლად ამ დღეს განსაკუთრებით პრინციპით 100 ჯერ გაზომერთხელ გაჭერიყავთ თხილი წინ და ხედული აკონტროლეთ თქვენი ემოციები და არ აყვეთ პროვოკაციებს ახალ მნიშვნელოვან საქმეებს აქ ნუ დაიწყებთ ეცადეთ დღე შვიდად გაიაროთ
და აქ მოვერიდოთ ყიდვა გაყიდვას, ფულის სესხება გასესხებას, ორპირ ქარს, ცივ გაზიან სასმელებს, კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალების და პაპილომების მოშორებას, ასევე ყურების გახვრიტას. მოვერიდოთ სარისკო მოქმედებებს, სუსტრავ გადაკვეთილებებს და აკონტროლეთ თქვენი საფულე. ილოცეთ და დაულოცეთ ყველა. ეს იქნება ყველაზე კარგი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ყელი, ვიმეორებ ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაზლავი. ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებით ამ ორგანოთა მიმართებაში 4 შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 5 შაბათს, ეს არის 6 ნოემბერი, აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ითხოვს ყურადღება, მსხვერპლად უკურსო მთვარის უდებს ჩვენ მას, ასევე იგი იწყებს სამოქმედებას საღამოს 18 საათზე 52 წუთზე და 19 საათამდე 23 წუთამდე გასტანს. აი ამ პერიოდში დუნდება ზედმეტად ყურადღება ადამიანებს შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დროს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების, რაც ეკითხოს ორმა ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისაგან. და კიდევ პარტნიორ თებებში 5 შაბათს შესაძლებელი იქნება მჭიდრო და ნდობით ახსოვსი კავშირის დამყარება. და ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ კარგია ეს დღე ვარჯიშებისათვის. თუმცა აქ ასევე მოდი მოვერიდოთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალების, პაპილომების მოშორებას, ეს არ იქნება სასიკეთო და აქაც უნდა ვაკონტროლოთ საფულე. სამაგეროდ კარგია ეს დღე სიყვარულის და ქორწინებისთვის, მეგობრობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, დიზაინისა და არქიტექტურისათვის, კულტურულ გასართობი ღონისძიებებისათვის. საყურადღებო ნივთების შესაძენად, ცხოველების შესაძენადაც კი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვების და ბრონქების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში 5 შაბათს 6 ნოემბერს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია 5 შაბათი ყუროს, კერჩხების, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება პარასკევ დღეს, ეს არის 7 უკვე ნოემბერი გეომაგნიტურია. ამიტომ გეომაგნიტური ტენდენციები გვაქვს ჩვენ ZZ პარასკევს, შაბათს და კვირას. ანუ მთლიანობაში მოდი ასე ვთქვათ, კვირა რთულია და 5 გეომაგნიტური დღე აქვს. ეგ სამშაბათი, 4 შაბათი, შემდეგ პარასკევი, შაბათი და კვირა. ანუ ყველა ეს დღე ითხოვს ყურადღებას, მithumetes თუ ხანდაზმულები ყავთ, ან ესეთი ადამიანები, ვისაც პრობლემები აქვს ნერვულ სისტემასთან, გულსიზარღვან სისტემასთან, ესე იგი მიაქციეთ ყურადღება. თუ რაღაცა თავის ტკივილი, უგონებობა, რაღაც შინაგანი დისკომფორტი გაქვთ, ამ დღეებში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწნევას და მე შესაბამისი ან ყავის, ან დაუშვათ წამლების მეშვეობით მოიყვანეთ ნორმაში წნევა, რომ უკეთ იგრძნოთ თავი ამ დღეების ველობისას. 7 ნოემბერი რით არის კიდევ მნიშვნელოვანი. აი სწორედ ამ დღიდან 7 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. და ამ ზეგავლენის შედეგად ამ პერიოდში იგი მეტად განავითარებს ურთიერთობებში ერთის მხრივ ვნებას, აქტიურობას, მებრძოლ სულისკვეთებას, ინტუიციას, მაგრამ მეორეს მხრივ განავითარებს ეჭვიანობას, სარკასტულ გამოთქმებს, ზედმეტ პირდაპირობას, წყენას და ეს ცოტა ასე ვთქვათ, ეს ნეგატიური თვისებები ითხოვენ ცოტა მეტ ყურადღებას ამ პერიოდში პირად ურთიერთობებში. მთლიანობაში კი ეს მოვლენა ხელს შეუწყობს სამხედრო და სამართალდამცავი საგამომძიებლო ორგანიზაციების, ასევე ავტომანქანების ბიზნესის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, ასევე ფილოსოფიის, საბანკო სექტორის მეტად განვითარებას. რაც შეეხება თვითონ პარასკევ დღეს ყურადღება გმართებთ მოვლენათა განვითარების მიმართ, ნუაყვებით სტუნებებს და ახლობლებთან ურთიერთობისას აკონტროლეთ თქვენი ემოციები. აი ამ ხრივ ყურადღებით ვიყოთ და კიდევ 7-ში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ითხოვს ყურადღებას. მოდი ასე ვთქვათ, მხრების, ხელების, რევმატული, ასე ვთქვათ, ტკივილების ტენდენციები მეტად იჩენენ თავს ტყუპების, შვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა ჯანმრთელობაში. მithumetes თუ ეს ისედაც გაწუხებდათ, ეს კიდევ უფრო მეტად იჩენს ამ პერიოდში, თავდამხრივ იყავით ყურადღებით. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში არ იქნება სასურველი და ეცადეთ, რომ მოერიდოთ უხაერო სივრცეებს პარასკევს, იმიტომ რომ აქ ცოტა გაზნელებულია სუნთქვა. პოზიტიურია ეს დღე ვერცხლთათვის, ტყუპებისთვის და მერწყულთათვის.
კვირათვის. რაც შეეხება 8 ნოემბერს, ეს უკვე შაბათი დღეა, გეომაგნიტურია იცით და რა უნდა გააკეთოთ, ესეც იცით. და აქ მივაქციოთ ყურადღება ასევე საღამო ხანს, აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყებს სამომქანებას საღამოს 18 საათზე 33 წუთზე და გასტანს დილის 9 საათამდე 8 წუთამდე. ანუ ეს პერიოდი ზღოლების და ქვეით ატმოსფერული ზღვით თქოს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ აქ ზედმეტად ზაფრად უნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ამ დროს არასასურველი ტრავმების და ავარიების მთავარი ფაქტორი. და მთლიანობაში ამიტომ კონფლიქტური და ტრავმულ-ავარიული დღეა, შაბათი და იყავით ამ მხრივ ყურადღებით. და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც აღნიშნეთ, მოულოდნელობების, რეფორმების, თავისუფლების, მმართველი პლანეტა ურანი ბრუნდება კუროს ზოდიაქოს ნიშანში შაბათს 26 აპრილამდე შემდეგი წლისა და ამ ზეგავლენის შედეგად კი მეტად განავითარებს და დაასრულებს რეფორმებს საბანკო, საფინანსო სფეროში, ხელოვნების სფეროში, აგრობიზნესში, დიზაინის, არქიტექტურის, მშენებლობის სფეროებსაც შეეხება, ახალი ფულის და გადასახადების სისტემის ჩამოყალიბებას მეტად შეუწყობს ხელს, თუმცა რაც შეეხება თვითონ შაბათ დღეს, ამ დღეს მოსაუბრელია დაძაბულობა პარტნიორულ ურთიერთობებში. და ასევე აღნიშნოთ, რომ სხვისი სისუსტეებისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა ასევე გახდება კონფლიქტების საბაბი. აგვე აღნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდში მოვერიდოთ რემონტის დაწყებას შაბათს, ასევე თმის შეჭრა შეღებებას, ახალი საქმის დაწყებას, დაცინვის მოტყუების ტენდენციები მოიმატებს და უხაერო სივრცეში იმყოფებით აქაც ცოტა სუნთქვის პრობლემები იჩენენ თავს. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები და კუჭის ზონაც საღამოს უფრო მეტად ზოგიერთ შეაწუხებს, თუ მithumetes არასწორი კვების შედეგად. ყველას კარგია შაბათი ლომის, სასტორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დაბადებულთათვის. და მივადექით უკვე კვირა დღეს, ეს არის 9 რიცხვი ნოემბრისა, გეომაგნიტურია პირველ რიგში და ამიტომ ვიცით რა უნდა გააკეთოთ, წნევას მიაქციოთ ყურადღება, შესაბამისი პროფილაქტიკი და აქ უკვე ცისკაბადონზე ინტელექტის გონების მმართველი პლანეტა მერკური, როგორც აღნიშნეთ, 29 ნოემბრამდე გახდება უკუმავალი, ანუ რეტროგრადული. რაც და ეს რაში გამოიხატება ეს უკუმავლობა ნიშნავს იმას, რომ ეს გვაბრუნებს ძველ, დაუსრულებელ ან არასწორად განვითარებულ საქმეებთან და იდეებთან. რაღაც ქონდა დაუშვათ პროექტი, იდეა, რომელიც არ განვითარდა, ან რაღაცა ხელი შეუშალა, ან არასწორად წავიდა. აი ამის გააზრების ან გამოსწორების დროა. ძველი ურთიერთობები იყო, რომელიც რატომღაც არ განვითარდა, აი შეიძლება აქაც რაღაც მოხდეს დააბრუნება, ასე ვთქვათ, ურთიერთობებთან, შეიძლება ახლებურად მათი განვითარება, ანუ ახალი საქმის დასაწყებად ეს პერიოდი აღარ ვარგა. საღირლებისთვის არ ვარგა, მოლაპარაკებებისთვის არ ვარგა. ანუ ყველა სახის სიახლეებს იგი ხელს უშლის და გვეუბნება დაბრუნდით უკან და გამოასწორეთ რაც შეგეძლიათ რომ გამოასწოროთ და თუ არა და გაანალიზეთ მაინც რომ შემდეგ ესეთი შესაბამები არ დავუშვათ. აი ამას ითხოვს და არა ახალი საქმის დაწყებას, რომელსაც აქ სერიოზულად ხელს შეუშლის სიგლი. ამას მოგწევთ ყურადღება, მოგზაურობის დროს ამიტომ შეექმნება მეტი სირთულეები. ტექნიკა შეექმნება მეტი სირთულეები, მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ასე შემდგომ. და ამიტომ უკვე ეს ყველაფერი მაღალია სწორედ აი კვირა დღიდან. კვირას ასევე მაღალია ილუზიების, მოტყუების ალბათობა. შეამცირეთ კონტაქტები, შეენარჩუნეთ შინაგანის სიმშვიდე. თუმცა შემოქმედებითი მუშაობისთვის მაგალითად კარგია ეს პერიოდი. ან დაუშვათ შესაძლებელია ძველი საქმიდან მოულოდნელი მოგებაც მიიღოთ კვირა დღეს. ანუ რაღაც დადებითი ტენდენციებიც უდაოდ აქ არის. რაც შეეხება ჯანმრთელობას სუსტება, კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნავრის ბუშტი. ეს დღე კარგია მაგალითად შემდეგი კვირა ფოტოგრაფიისა და კულინარიისათვის, ასევე ხალხური შემოქმედების ნიმუშების შესაძენად. ეს კარგი იქნება ქალწულისთვის და მორიელისთვის შემდეგი კვირა დღე. ეხლა რაც შეეხება უკვე დანარჩენ თემებს, მოდი აღვნიშნოთ, რომ ვისაც განზრახული შემდეგ კვირის განმავლობაში თმების შეჭრა, ყველაზე კარგი დღე ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად ერთადერთი. შეიძლება არა ორი. ერთი არის არა მესამეც მინდა გითხრათ, ხო, პირველი არის 3 ნოემბერი, ორშაბათი დღე. მერე 4 ნოემბერი, სამშაბათიც კარგია და მერე 8 ნოემბერი. ეს უკვე არ არის ცუდი. ხო, ესე იგი 3 დღე გვაქვს კარგი, 3, 4 და 8 ნოემბრის დღეები. ეს მათთვის ვისაც თმის შეჭრა განზრახული. რაც შეეხება ახლა ბიზნეს, ფინანსურ საკითხებს, აი მათ საყურადღებოდ მოიტანხმოთ, რომ აი 3-დან მაგალითად 6 ნოემბრის ჩათვლით ამ დღეებში ეს პერიოდი არ ვარგა მსხვილი საღირლებისთვის.
და თუ რაიმე გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, აი აქ ძალიან ფრთხილად წინ დახედავთ ინტუიციაზე დაყრდნობით, ასჯერ გაზომერთხილ გაჭერის პრინციპით აწონდაწონეთ ყველა თქვენი ასე ვთქვათ ხო და არა, რათა ეს გადაწყვეტილება მიიღოთ სწორად. და აღნიშნოთ ისიც, რომ უკვე 7 რიცხვიდან 9 რიცხვის ჩათვლით ნოემბრისა, აქ მაქსიმალურად გავუფრთხილდით თქვენს პულს. აქ ცოტა პაუზა აიღეთ საქმეებში და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მაქსიმალურად მოერიდეთ. რაც არ უნდა, იქ რაღაცა პერსპექტიული წინადადება მიიღოთ. მოგზაურობას რაც შეეხება, პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ 3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით, ცოტა სიფრთხილეა საჭირო გზაში, იმიტომ რომ სახიფათო სიტუაციების წარმოქმნის ტენდენცია მაღალია. თუ რაღაცა განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ჯობია რომ შევიკავოთ თავი მოგზაურობისკენ, მაგრამ თუ აუცილებლობაა, მაშინ უბრალოდ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. მათ შორის ბარგის მიმართ, ტექნიკის მიმართ, იგივე დაუშვას სხვა თუნდაც ღოლების მიმართ და ასე შემდგომ. ცოტა მოთმინებით, ფრთხილად, წინდახედულად იღავით და ნურავის ეკამათებით გზაში. რომ ეს არ გახდეს მერე არასასურველი კონფლიქტების საბაბი. ხოლო რაც შეეხება 8 და 9 ნოემბერს, აი აქ მოდი ავუშვათ, რომ თუ თქვენ განზრახული გაქვთ რაღაც რომანტიკული მოგზაურობა, აი ამას შეიძლება მოყვეს კონფლიქტი სასიყვარულო პარტნიორთან, აი რომანტიკული მოგზაურობის დროს. პატარა წვრილმალმა შეიძლება ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს და სერიოზული კონფლიქტი შექმნას. ამიტომ თუ დავუშვათ ერთად მიდიხართ გზაში, არავითარ რთულ თემებს არ შეეხოთ. მით უმეტეს ძველ წყენებს და შემდგომ და გამოკიდებას თავი დაანებეთ სიტყვებზე, რომელიც შეიძლება აინაც არ მოგწონთ, იმიტომ რომ ამას მოყვება მერე ძალიან დიდი უსიამოვნებები და ეცეთ შეინარჩუნოთ მაქსიმალურად ეს აქ ურთიერთობები და კიდევ ერთი ასე ვთქვათ სფერო, სწორედ აი სასიყვარულო ურთიერთობა, ეს იყო მაინც სასიყვარულო ურთიერთობა მგზავრობასთან მიმართებაში, ახლა ჩვეულებრივად მოდი ავნიშნოთ პერიოდი 3-დან 6 ნოემბრის ჩათვლით. აქ თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა თქვენი, ეთქვიან გაიჭედა, წინ ვერ მედის და არაფერი არ შველის, შეგიძლიათ უკვე წარდელი დასხოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დასრულდა. 7 რიცხვიდან 9 რიცხვის ჩათვლით ნოემბრისა მაღალია კონფლიქტების ალბათობა. მათ შორის ფინანსებთან, პულთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დაწყებული ეს საუბარი, მაგრამ გადავიდეს სერიოზულ კონფლიქტში. აი ეს ტენდენციები არის და ვეცადოთ, რომ ჩვენ სარგებლობთ პრინციპით, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია, ან თქვენ უკვე შეიარაღებული ხართ და აქედან გამომდინარე ეცადეთ, რომ თუ ესეთი ტენდენციები შეიქმნა, გაატარეთ მშვიდად ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე და ეცადეთ, რომ იპოვოთ აქ ცოტა უფრო დიპლომატიური ყველასთვის მისაღები გამოსავალი კომპრომისი. რათა ურთიერთობები არ გაიფუჭოთ. რაც შეეხება ახლა მათ, ვისაც განზრახულია კურნალობის დაწყება. მათ საყურადღებოდ აღნიშნავ, რომ ყველას კარგი იქნება თქვენთვის 3 და 8 ნოემბრის დღეები და არ ვარგა 5 და 9 ნოემბრის დღე კურნალობის დასაწყებად. ვისაც სამსახურის შეცვლა უნდა, კარგია 3, 6, 8 ნოემბრის დღეები და არ ვარგა 5 და 9 ნოემბერი. ხელშეკრულებების დასადებად ყველას კარგია 4, 7, 8 ნოემბრის დღეები. არ ვარგა 5 და 9 ნოემბრის დღეები. ქორწინებისთვის ყველას კარგია 4 და 7 ნოემბერი, არ ვარგა 5, 9, 10 ნოემბრის დღეები. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვა, სახალ ბინაში გადასვლა 3, 4, 5, 8 ნოემბრის დღეები კარგია. 9 ნოემბერი არ ვარგა. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისათვის 4, 5, 6 რიცხვები ნოემბრისა კარგია და არ ვარგა 9 ნოემბერი. სხვილი საღირლებისთვის ყველას კარგია 4 ნოემბრის დღე და ასევე კარგი იქნება 7 ნოემბერიც, სხვათა შორის და არ ვარგა 3, 5, 6 და 8 ნოემბრის დღეები. ასევე 9 ნოემბერიც ამ ხრივ არ იქნება მაინც სასიკეთო სხვილი საღირლებისთვის. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველას ჯობია ეს 4-ში მოახერხოთ 6 ან 7 ნოემბერს და არ ვარგა 5, 9 ნოემბრის დღეები. აი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ და ეხლა რაც შეეხება უკვე ვთქვათ საფინანსო რიტუალებს, პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ იცით თქვენ ეს რიტუალები, ეს მოქმედებები, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ
გარკვეულწილად მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი ენერგია გამჭირვებისად ფინანსური მდგომარეობა ამ პირიქით განეზიდოთ იგი და რა მოქმედებები უწყობს ამას ხელს მაგალითად ხვალ 3 ნოემბერს თუმცა დღევანდელი დღეს ვახსენოთ სხვა შორის აი დღეს კარგია ფულის ვალში გაცემა აღება და არ ვარგა სხვის საფულეს ჩახედვა თქვენი საფულედან წავა თანხები ხვალ რა შეხება 3 ნოემბერს აქ კარგია ვალის დაბრუნება მაგრამ არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება 4 ნოემბერს სამშაბათს კარგია საველიორო ნივთების შეძენას გააძლიერებს განს ფინანსურ ეგრეგორს მიუხედავად იმისა რომ თქვენ ხარჯავთ ამ საველიორო ნივთებში ფულს მაგრამ მე ორი იმდენი მოგივათ და არ ვარგა სამშაბათს საკუთარი ფულის გადათვლა კაპიტალ დაბანდება და ინვესტიციების გაკეთება 5 ნოემბერს 4 შაბათს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება მაგრამ არ ვარგა აქ საველიორო ნივთების შეძენა 6 ნოემბერს კარგია აქ ფულის ვალში გაცემა აღება და არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება 7 ნოემბერს ნებისმიერი ქველმოქმედება იქნება ამ ხრივ კარგი და არ ვარგა ვალის დაბრუნება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება 8 ნოემბერს ანუ შაბათს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა სარკის შეძენა მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ან აღება კრედიტის გაფორმება 9 ნოემბერს კარგია ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა მაგრამ აქ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება ამას მაქსიმალურად მოერიდოთ აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ როგორც ასე ვთქვათ საფინანსო რიტუალები ამ კვირისა რაც შეეხება ახლა ანგელოზის დროს იცით რომ ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში თუ თხოვნა ადეკვატური იმისა რასაც იმსახურებთ და სკოლის რეალიზაციაში მოვოდა გიხდებოდ მაგრამ თუ არ არის ადეკვატური და მეც ითხოვთ ვიდრე გეკუთვნით მაშინ ის რასუკვირია არ ახდება მაგრამ ის რომ თქვენ კონტაქტში შედიხართ ფარველ ანგელოზთან და აგებინებთ რა გინდათ კი აი ამ პერიოდში სწორედ ეს ამის ალბათობა ყველაზე მაღალი გაქვთ და ლოცვისთვისაც ხეჭვის ეს პერიოდი ძალიან კარგია 3 რიცხვი ორშაბათი 13 საათიდან 45 წუთიდან 14 საათამდე 40 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო 4 რიცხვში სამშაბათი დილის 7 საათიდან 20 წუთიდან დილის 8 საათამდე 10 წუთამდე 5-ში 4 შაბათს 13 საათიდან 5 წუთიდან 13 საათამდე 50 წუთამდე 6 ნოემბერს დილის 9 საათიდან 12 წუთიდან დილის 10 საათამდე 5 წუთამდე 7 ნოემბერს დილის 10 საათიდან დილის 11 საათამდე 3 წუთამდე 8 ნოემბერს 13 საათიდან 10 წუთიდან 14 საათამდე 2 წუთამდე და შემდეგ უკვე 9 ნოემბერს შემდეგ კვირას დილის 9 საათიდან 16 წუთიდან დილის 10 საათამდე 12 წუთამდე აი ეს არის ანგელოზის დრო შესაბამისად მოდი აღვნიშნოთ რომ ესეთი გარკვეული რეზუმე რო გავაკეთოთ ესე იგი ეს არის მაინც ყველაზე რთული კვირა დახუნძული უამრავი მოვლენებით იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს მარსის გადასვლა მშვილდოსანში პლანეტა ვენერას გადასვლა მორიელში პლანეტა ურანის დაბრუნება კუროში რეტროგრადულობა გონების კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკურის 9 რიცხვიდან უნდა 9-მდე უკვე დიდ საცობებს შეგვიქმნის მათ შორის ქუჩაში და 5 რიცხვი რასაკვირველია სავსემთვარეობა 4 შაბათი რომელიც ითხოვს ყურადღებას აი ეს ყველაფერი ამ ერთ კვირაში და ამიტომ ეცადეთ რომ ეს კვირა მაქსიმალურად თხილად წინდახედულად გავიაროთ არაყვეთ პროვოკაციებს აქ შეიძლება ამინდისტრატიულად შეიცვალოს იმეორებ ეკოლოგიურმა ტექტოგენურმა მოვლენებმაც მეტად შეიძლება ეჩინონ თავი და ეცადეთ რომ ეს კვირა და წინდახედულად გავიაროთ, რომ უფრო სტაბილურად ვიგრძნოთ თავი და ამ პრობლემურ ტენდენციებს არ ავყვეთ. და რადგან ჩვენი საეთერო დრო ფაქტობრივად იწურება, ხვალდილით ჩვენ 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვნახოთ ეს გადაცემა, დაიდება იგი YouTube-ზე და Facebook-ზე, აქაც ნახავთ და ასევე ხვალდილით კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ტელემედის დილის ეთერში 15 წუთი რო აკლია 9-ს, მე გადავსლებთ 10-20 წუთზე რადიო ემეთში და მე უკვე შევხვდებით ერთმანეთს ხვალვე ორშაბათს დილის გადაცემაში პოზიტივისა დაახლოებით 10 საათზე. შეიძლება 11 წუთებზე. და ასევე იცით რომ პარასკევს ჩვენ ხვდებით დილით, ესე იგი დილის გადაცემაში 9-15 წუთზე
რუსთავიორის დილის ეთერში, ასევე ხუთშაბათს კიდევ დილი 9 საათზე გვაქვს შეხვედრა პოსტივის დილის გადაცემაში და ხვალინდელი ასოალდასწორალი გაზეთის ჟურნალისტები, ასევე უკვე ბეჭდვითი ორგანოები მოგაწვდიან ინფორმაციას ბეჭდვითი სახით, ჩემს ინფორმაციას ასტროპროგნოზის შესახებ კვირისა და ცალკეული დღეებისა და რადიო ფორტუნა რასაკვირველია ყოველ დილით დაახლოებით 15 წუთი რო აკლია 9 საათს 11 3-ჯერ გაცნობთ იმ დღის და კვირის ზოგად ასტროპროგნოზს. ამით ხართ გაფრთხილებული, იმედია შეარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით, ასტროლოგიური პრინციპებით ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.